სალამი ყველას, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, სოფლიოს ჩემპიონატი უბერავს, მიდის, მიქრის და ზოგს მოწოლს, ზოგს არა და ასე შემდეგ გრანდებმა რაღაც თამაშები ჩააგდეს. ეს თამაშებია საუბარით, მე მეგონა ჩვენ გათამაშება ყველას მოწოლს. სენსაციებით სავსე ჩემპიონატია, პატსემულებო და კრისტალბეტის მეორე გათამაშებაა დღეს სოფლიო ჩემპიონი. ვინ გახდება სოფლიო ჩემპიონი, თავი საკითხავი, აი ეს არის და დღეს. თუ ვინ მოიგებს თავარ 10 ავტომობილს ეს უფრო მნიშვნელოვანია. არა, ეხლა ეგ როგორ ეგ არის კარგი, მაგრამ მნიშვნელოვანია სოფლიო ჩემპიონატი, სადაც ჩვენ სამწუხაროდ არ ვართ. მოკლედ ამ გათამაშების ფარგლებში 10 ავტომობილი და ფულადი პრიზები თამაშდება. დღეს ტრადიციულად 5 გათამაშება 10 და ალფა რომეო სტელვიო. სტელვიოს ვერ ამბობ. რაღაცა ის. სტელვიოს მაინც არ რისკავ და დიმას გადაულოცა ეს ნაწილი, ბატონ დიმა. ბატონ დიმას მოხსნე მე შევარდი. ახლა რომ დაატრიალოს. დოლურა და გავიგებ თუ ვინ გახდება პირველი 5000 ლარის მფლობელი. და რა თქმა უნდა წესები მარტივია, უნდა დავრეკოთ ნომერზე და თქვენ უნდა გვიპასუხოთ. შემდეგ მოიგებ ამ ფულად პრიზ პირველ რიგში 5000 ლარს, მერე 10000 ლარს და ბოლოს აი ამ ალფა რომეო სტელვიოს, რომელიც არის წითელი ფერის და სწორად თქვენ სახელი რაც თავარია, ძალიან მიხარია. აბა ბატონო დიმიტრი. მოდი. ვინ გახდა პირველი გამარჯვებული დღევანდელი გათამაშებით? ვინც ამერიკაში და ამ კანადაში ჩაატარა სოფლიო იმას ვენაცვალე მე. ესეთი გამოძინებული ცხოვრებაში არ ყოფილა. ჯერა ხო? არა, არ მჯერა და მივხვდი რომ რაღაცას მაიმონობ. ალბათ მიხვდებოდით რომ მე და დიდად ფეხბურთის მოყვარული და მაყურებელი არ ვარ აქედან გამომდინარე. რა ვიცი, მარიამ ყველა ტელევიზორში ფეხბურთია ჩართო, მაგრამ ისე დროებშია? კი, ნამდვილად, იმიტომ რომ მაგრამ მე მაგ დროს ძინავს ხოლმე, ჩემი მეუღლე უყურებს ხოლმე. მარიამს უყვარს კერლინგი. კერლინგი და ის რა ქვია, წარმოიდგინე ცხენზე ჯირითი რო არის. ჰობი ჰორსინგი. ჰობი ჰორსინგი. წავიდა. 5 7 7 7 4 5 წავიდა. სწორია. და ეგ არის, კარგად უყურე შენ, იმიტომ რომ მე ცოტა თვალებში მიმაკლდა, მომაკლდა. ნუ იგონი, ჯერ ადრეა. ადრე რა არის? ადრეა. ვაიმე მარიამ. არა მეც მაკლეთ. მოგი. შენთვის მართლა ადრეა. აბა, უნდა გვიპასუხოთ. თავარია რომ უნდა გვიპასუხოთ. აქ მოდი სანამ ველოდებით შევახსენებ იმას, რომ ბილეთების დაგროვება საკმაოდ მარტივია. ამ გათამაშებაში დეპოზიტით გროვდება 20 ლარიანი დეპოზიტი უდრის 1 ბილეთს და 5 ლარიანი ფსონი უდრის 1 ბილეთს. სწორედ აი ამ ბილეთებს. ძალიან არ მოწონს. აი ეს ვინც არის, მაგრამ უკვე აღარ. მე ერთი მნიშვნელოვანი ტექსტი უკვე მოვასწარე, ასე რომ რაღაცა არ მიდის კარგად ამ ბატონისთვის ან ხალბატონისთვის. აი ხა ნუ ველოდოთ ხო, სანამ გაითიშება. უნდა ველოდოთ აუცილებლად და მე თუ რამეა მეორე და თუ დავრეკოთ. დავრეკოთ და კიდე თუ აღარ აიღო, მე გადავიდეთ შემდეგზე. მოდი კიდე ერთხელ დავრეკოთ. მოდი რა, სხვა გზა არის. ხო დამთავრდა სამუშაო. მასალე უღონ აკრეფის დროს 5 7 7 7 4 5 ის 3 წუთია სამსახური დაამთავრა, ეხლა გამოვიდა ტელეფონი. შენ რა ისი მუშაობს ვარ მუშაობს? აი მგონია რომ მუშაობს, აი მე ჩემ მიყვარს ხო იცი? იქნება დილას მუშაობს და საღამოს ძინავს. მიყვარს ამ სცენარების დაწერა, რომ ვიღაც სამსახურიდან ჩანთაში უშავს ტელეფონი. აბა ძინავს. ამარაც უყურა, ეგ ინგლისი ხორვატიას უყურა. ხო? ალე. გაუმარჯოს. გამარჯობა. გამარჯობა. აბა როგორ ახარ? კარგად? ჩვენც კარგად გვიცანით? ვერა? ვერა? დიმიტრი ოვოლადე და მარიამ სანოგო კრისტალბეტის გათამაშება მსოფლიო ჩემპიონი დღეს მეორე გათამაშებაა და თქვენთან დავრეკეთ პირველ ჯერზე არ აიღეთ მე კიდე რო დაგირეკეთ თქვი ალბათ ეს ვინ არის ერთი აუგო და აიღეთ. პასუხობდი. ძალიან კარგი მიხარია. რა ქვია თქვენ სახელი თუ შეიძლება? ზაზა მქია? ბატონო ზაზა, რატომ არ პასუხობდი ტელეფონზე? იმიტომ რომ სამსახური. არ მესმოდა სავარაუდო. რა იხარ, მოკლედ ბატონო ზაზა, ბევრს აღარ შეგებ მოგაწყეთ თავს და უცებ გეტყვით რომ თქვენ მოიგეთ 5000 ლარი. გილოცავ. დიდი მადლობა. გილოცავ, ბატონო ზაზა, გილოცავ. მადლობა. აბა ჰე. კარგად. აი ესე გავათამაშეთ პირველი 5000 ლარი, ახლა ჯერია რომ გავათამაშოთ უკვე 10000 ლარი. გადმოვწიო. სრულიებები შეიტანე.
კი ბატონო. გასაგებია, რა ხდება ხო ჩემპიონატში მოგვიყევით, ადამიანებს ვინც არ უყურებთ. ყველაზე მაგარი თამაში იყო გუშინ. ინგლისი ხორვატია 4-2. ინგლისმა მოიგო სავარაუდოდ, ხო? კი. კი ბატონო, მე გავიგე რაღაცა ესპანეთის თამაში იყო მოულოდნელი ძალიან. ესპანეთმა ცუდად ითამაშა. ხო, აი ეს გავიგე. ბრაზილიამ ცუდად ითამაშა. და რაღაცა ბრაზილია არ ბოლო პერიოდში. შენ ციმე რა თამაში მოქვს ნანახი? სულ ორი თამაში მოქვს ალბათ თავიდან ბოლომდე ნანახი. ნახევარფინალი ბრაზილია გერმანიის ბრაზილიაში რო იყო. აი მე თასო გაჭრიე ხა. ეგ იყო ყოველთვის. მე ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ და მაგრამ არ მიყვარს მაგ თამაშს გახსენება რა. ვიცი და ეგ თამაში მოქვს სხვათა შორის ნანახი. იქ იყავი? არა ხო ხა იქ ვარ ნამდვილად და ძალიან მიხარია რომ იქ არ ვიყავი მაგ თამაშის დროს. რასლაპა? აი ნანახი მაქვს ესე თავიდან ბოლომდე. ნახი მაგ რომ მე 4-0-ზე წამოვედი. აბა დავიდა. გელით 5 7 9 2 0 3 წავიდა ჰე ნომერზე რომლის მე პატრონიც და მე ძალიან ვჯერა რომ 2030-ში ჩვენც ვითამაშეთ სოფლიოს რა მაგარი იქნება ვითამაშოთ გამარჯობა გამარჯობა ისმე როგორ ახართ როგორ ისმე თქვენ რა ქვია თუ კრისტალ ბეტის გათამაშებიდან გაწუხებთ სოფლიო ჩემპიონი დოლურიდან თქვენი ბილეთი ამოვიღე და თქვენ რა ქვიათ მაგ გითხარით ირაკლი მწიავე როგორ დადებით ბატონო ირაკლი როგორ ძალიან კარგად ადა სარევია სად ახართ თბილისში ხართ სხვაგან ხართ სად ვერ ბათუმს ვარ ეხლა ამ დროთან ოჰ ბათუმი აკაია ეხლა ზღვაში ჩავხდებოდი სიამოვნებით რა ბათუმში ყოფნაზე დიმიტრი ობოლაძე და მარიამ სანოგო გირეკავთ კრისტალ ბეტის გათამაშებიდან მე დენგენაცვალ ძალიან მიხარია თუნების გაგონება მოგრეთ რახან გიხარია ჩვენი ხმის გაგონება ჩვენ გვინდა რომ კარგი განწყობა გქონდეთ თქვენ და ამიტომ თქვენ გეტყვით სასიამოვნო ამბავს თქვენ მოიგეთ 10,000 ლარი და ზაკაი მერე ძალიან კარგი გენაცვალეთ მადლობა ძალიან დიდი ფეხბურთში ვის გულშემატკივრობთ ბატონ დავი ფეხბურთში ყველას გულშემატკივრობთ აი ეს ხასიათზე ხართ რომ ყველას გულშემატკივრობთ ძალიან კარგი ეხა ბათუმის დინამო მოიგო მაგარი თამაში მოიგო ბათუმის დინამო საფრანგეთის გულშემატკივრობთ კარგი აბა გიოცავთ მოკლედ ბატონ ირაკლი წარმატებები გახონდით თქვენ გუნდს მოგებოდა მადლობა გაიხარეთ მადლობა მთელი ქუთაისის სახელით მე ქუთაისიდან ვარ და ბათუმისაც აბა ჰე კარგად მადლობა კარგად იყავით ბიჭო ბათუმმა მოუგო იმას რომ ქუთაის და მე ვილოცავდი რომ ბათუმმა მოუგო თუ ქუთაისელი ყოფილა ნუ წები ქუთაისი რა თქვა ძალიან დავიბენით ორივე ვერ მივხვდი აი ესე გავათამაშოთ 10,000 ლარი და დადგა მომენტი რომ თავარი მომენტი ახლა უნდა გავათამაშოთ ალფა რომეო რა ქვია ავტომობილს ზუსტად ვაიმეს სტელვიო კი წერია მაგრამ მაინც მინდოდა ალფა რომეო პრიუსი ხო გავიარეთ ეგ უკვე ხო კიდე იქნება კაცო იგი ხო სწორად თქვი ძალიან მეორეც სწორად თქვი ხოდა სწორედ აი ამ არაჩვეულებრივი წითელი ავტომობილის გათამაშების დრო დადგა ახლა ამიტომ თუ კი იცით რომ ვინმე აქვს ნომერი უთხარით რომ გვიპასუხოს რომ დავრეკავთ აუცილებლად და აქვე უნდა ვის უნდა უთხრა თუ იცი რომ ვინმეს აქვს ნომერი ერთმანეთს უთხრან რომ გვიპასუხონ ტელეფონებს მიაქციონ ყურადღება რა კარგი ამოვიღოთ ნომერი ნუ აუთ ვიგე აი რთული კოწყობილი წინადადება თქვი არა თუ გვიპასუხო თვითონ გვიპასუხებს კაცო თავარია გვიპასუხონ და როგორც კიდე ისე გვიპასუხონ იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი კი ახლა ბატონო ალფა რომეო რაო სტელვიო აჰა და აქვე სლოტების VIP პორბალი რომ მიმდინარეობს ესეც შევახსენოთ სადაც შეგიძლიათ მოიგოთ 1000-ობით free spin ყოველ დღე წავიდა გითმობთ აი ახლა არის ძალიან მაგარი მომენტი ეპიზოდი წავიწყეთ 5
6 8 8 4 6 იქარი, ვეკა. აბა აბა. აი ხა ესეთი მანქანის ხელი და გაშვება არა აი ეს აჰა გამარჯობა გამარჯობა გამარჯოს ველი პრასარველი როდის დავემალე ვინც რავო ისმეთ გვისანით ვერა კრისტალბეტის გათამაშებიდან გაწუხეთ სოფლიო ჩემპიონი დიმიტრი ოვოლაძე და მარიამ სანოგო გათამაშებას მევსოფლიო ჩემპიონი. სად დავიმალეო რა დავიმალეო კაცო როგორ ახართ როგორ კარგად თავად როგორ მადლობა სახელი თქვენი ეკო ბეკა გამარჯობა ბექა, მოგესალმებით. სად ხართ ბეკა თბილისში ხარ ბაკალავში სად ხართ თბილისში სახლში ხო არა ხართ ოჯახის წევრებთან ერთად არა აი ვიღაცას ხო ესაუბრებოდით, ვისთან ერთად ხართ? სამსახურში ვარ სამსახურში. აია თანამშრომლები გაიგებენ პირველი თქვენგან ძალიან კარგად არ გამბავს თან. სოფლიოს ჩემპიონატზე ვის გულშემატკივროთ თუ შეიძლება რო გითხრათ ესპანეთის საქმე უნდა ესპანეთს ცოტა იმედი გაგვიცროა მაგრამ დაიქოქებიან დარწმუნებული ვარ არა კი კაცო იამალი შევა ძირითადში ამბავი მთელი მე ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ მე საფრანგეთის. მაინც ფიქრობ რომ ესპანეთი მოიგებს რა არ არის გამორიცხული რა საკვირველია ძალიან მაგარი გუნდია მოკლედ ეხლა უცებ გეტყვით რა უცებ რა ნელ-ნელა თქვენ დღეს ხართ ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ადამიანი ზოგადად უდავოდ. იმიტომ რომ ბექა თქვენ მოიგეთ ახალი წითელი ფერის ალფა რომეო სტელვიო გილაცავთ. აი ეს ვინ ბექა აი ეს არის საკრება ეხლა ეს ფოიერვერკები და დაემშვიდობებით თუმცა ორი სიტყვა კიდე გითხარით ძალიან დიდი მადლობა გაიხარეთ გადაწყვეტა. არა. ბექა ბექა გაიგეთ რა მოიგეთ? ისმეთ გამიხარდათ ძალიან ცუდად მესვის თქვენი ხო ავტომობილი მოიგეთ, ალფა რომეო. ძალიან დიდი მადლობა მოკლედ წარმატებები ვისურვებთ თქვენს გულს წარმატება სოფლიოს ჩემპიონატზე და ვისურვებ რომ მომავალ სოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები გყავდეს აუცილებლად. გაიხარე მადლობა აბა კარგად დიდი მადლობა კარგად. გაიხარე მადლობა თქვენ